ბავშვები რამეს არ ყვევენ თუ რას ახესიგებს ვერ გავიგე. ესე იგი ორი ბავშვი ვერ დაგვიყენებია სითბოში, ანუ ამის თქმა უნდათ? ორივე უნდა გავაკეთოთ. აქცია სად ხედავთ? სამი დარჩეს მარტო, სამი ბავშვებია. აი სამი საქმე შევიდეს და ბავშვები არა. გამოდი დანარჩენები, გამოდი. დაბა სად არის აქცია? არა აქცია რო არ არის, ვერ ხედავ. ჩემი მოადგილეა აგება ორგანიზაციის პროფესიონალური კალდატონი არავინ არ მანიპულირებს აი მაგასაკეთე გამოვარ დიახ მოვედით და სამი ადამიანი შემოვწადით და აი შევიდეთ. ბავშვები არ შემოვიდნენ ამ ეს. სამი ადამიანი. ორი ბავშვი მისაღებში რო შევიდეთ რა პრობლემაა? მისაღებში შევიდნენ ბავშვები არ გვინდა. ბიჭო გული არა გაქვს ხო? ფერა გული არა გაქვს. შვილები არა გაქვს ნა. ხალხი ერთი შვილები, შვილები არა. შვილები რო იყო. ველოდები რომ ხვალ ვაიხვალ არ ყავდა ის ყველაფერია წამო. მან გაცმადით და მანაც რა ქნას იმ ნაბძანები რა ვარ ჩაკაკეთებს ის. ამიტომ შეიკავე თავი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, აქ დაახლოებით 1 საათის წინ შეიკრიბნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები. რამდენიმე კვირა ისინი აქციებს ატარებენ, თავდაპირველად აქციები დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან, შემდეგ გადმოინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ბავშვების მშობელთა მოთხოვნა არის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში შემოიტანოს წამალი, რომელიც ამ ბავშვების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების განვლევას და სხვა ბევრ პრობლემას, ძირითადად მოზარდობის პერიოდში. როგორც მშობლები ამბობენ, დაახლოებით 1 წელია ისინი შეხვედრებს მართავენ ჯანდაცვის მინისტრთან, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა მიხეილ სარჯოლაძესთან, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. მთავარი მოთხოვნა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ მშობლების არის კონკრეტული წამლები, რომლებიც მიღებულია და დამტკიცებულია დასავლეთის ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, აქ არის ერთ-ერთი ქალი, რომლის დიშვილები, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან, მსგავს თერაპიას და ამ წამლებს იღებენ ამერიკის სახელმწიფოსგან უფასოდ. მსგავს პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებშიც და მოკლედ ამ მშობლების მოთხოვნა არის, რომ ეს კონკრეტული წამლები, რომლებიც მათი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფომ შემოიტანოს ქვეყანაში. ეს წამლები ღირს ძალიან ძვირი, რამდენიმე ასეული 1000 ლარიდან მილიონობით ლარამდე.
მაგალითად როგორც ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა დაახლოებით 3 მილიონი $, უფრო სწორად ჯდება გენური თერაპია ერთი ბავშვისთვის და გენური თერაპია არის ის მკურნალობის ასე ვთქვათ საშუალება, რომელიც ხანგრძლივი ვადით შეუნარჩუნებს სიცოცხლეს ამ ბავშვებს. სხვა შემთხვევაში ამ მკურნალობის და მსგავს ტიპის ჩარევის გარეშე, როგორც თვითონ მშობლები ამბობენ, ეს ბავშვები დიდხანს ასე ვთქვათ ვერ ცოცხლობენ. 100-მდე ადამიანია, 100-მდე ბავშვია საქართველოში, ვისაც ეს განსაკუთრებით იშვიათი დაავადება აქვს. და ამ მშობლებმა დაახლოებით როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, იკახა წიქარიშვილი, იურისტი კახა წიქარიშვილმა მითხრა, რომ დაახლოებით 1 წელია რაც მშობლებმა ერთმანეთი იპოვეს, ამ 100-მდე ბავშვის მშობლებმა საქართველოში იპოვეს ერთმანეთი, შექმნეს ორგანიზაცია და დაიწყეს შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროსთან, ჯანდაცვის მინისტრთან, იმისათვის რომ ის საჭიროებები, რაც ამ ბავშვებს აქვთ, ასე თუ ისე იყოს დაკმაყოფილებული, როგორც მშობლები ამბობენ, გარდა წამლისა, რომელიც მკურნალობისთვის არის საჭირო, ამ ბავშვებს მუდმივად ესაჭიროებათ თერაპია, მასაჟი, ვარჯიში, სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც ასევე არის ძვირი და ხადია მშობლების ნაწილს ამ ყველაფრის დაფარვის, ამ ყველაფრის საფასურის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან შეხვედრებმა, როგორც ამბობენ, უნაყოფოდ ჩაიარა, ამიტომ ბოლო რამდენიმე კვირა ისინი მოდიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ეთხოვა შეხვედრას ირაკლი კობახიძესთან, რამდენიმე განცხადება შეიტანეს შეხვედრის მოთხოვნით და დღეს მოლოდინი ჰქონდათ, რომ შეხვდებოდნენ კობახიძეს. თუმცა როგორც თქვენ ნახეთ, ლაივი დაიწყო კადრით, როცა მშობლებს უნდათ ბავშვების შეყვანა შენობაში, ფოიეში. აქ საკმაოდ ცივა, ბავშვებს შესცივდათ და უნდათ რომ ფოიეში დალოდებოდნენ. დეტალების გარკვევა, თუმცა როგორც ნახეთ, არ შეუშვეს უსაფრთხოების თანამშრომლებმა ბავშვები, შეუშვეს მხოლოდ 3 მშობელი, რომლებმაც უნდა გაარკვიონ რა ბედი ეწია მათ განცხადებას, მოთხოვნას, ასე ვთქვათ, კობახიძესთან შეხვედრის შესახებ. დანარჩენები, მათ შორის ბავშვებიც, აი აქ ელოდებიან მთავრობის კანცელარიის შენობასთან. როგორც ვიცით, ასევე ამ ეტაპზე, ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ხვდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს, ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეხლა ალბათ ფიზიკურად ვერ შეხვდება, სხვა შეხვედრაზეა, როგორც გვეუბნებიან უსაფრთხოების თანამშრომლები, თუმცა შეხვდება თუ არა საერთოდ კობახიძე მშობლებს და რა ბედი ეწევა, ასე ვთქვათ, მათ განცხადებას, რომელიც მიღებულია და რეგისტრირებულია, თუმცა პასუხი გაცემული არ არის. მაგის გასარკვევად არის შესული ახლა რამდენიმე მშობელი, ვინც შეუშვეს, ერთ-ერთი მათგანი არის საქმრო გვიშიანი. საქმრო გვიშიანი არის იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის საბჭოს წევრი და აი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც აერთიანებს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს. მე ვეცდები ახლა კახა წიქარიშვილს გავესაუბრო. ბატონო კახა, შეიძლება ბოდიში ვისაუბროთ უკვე, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა ნეთ გაზეთის. კიდევ ერთხელ რო გვითხრათ, მე რამდენით მოხვედით ეგ რო გვითხრათ, იმიტომ რომ რეალურად ეს ქუჩის აქციები თქვენ დაიწყეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. და თუ გაქვთ მოლოდინი, რომ დღეს შეიძლება შეგხვდეთ კობახიძე. და ასევე მე მაყურებელს ვუყვებოდი, სანამ თქვენთან მოვიდოდი, რომ შეხვედრები ქონდა ჯანდაცვის მინისტრთან. ანუ რა მომენტში გადაწყვიტეთ, როდის გადაწყვიტეთ, რომ აი ქუჩაში ბავშვებთან ერთად მოსულიყავით ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეხლა უკვე აქ. ესე იგი, ეს მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან, კონკრეტულად ჯანდაცვის მინისტრთან გრძელდება უკვე წელიწად ნახევარი. ეს იყო მრავალჯერადი შეხვედრები, ყველა ფორმით სადეთ და მშობლები, ყველა არგუმენტებით, ყველა
დოკუმენტებით და ასე შემდეგ ურთიერთობა, თუმცა ამას შედეგი არ გამოიღო, შემდგომ მშობლები გადავედით ქუჩის აქციებზე. და ეხლა კანცელარიასთან უკვე მესამედ მოვდივართ ჩვენ და ვითხოვთ პასუხს, რომ როდის შეგვხვდება კობახიძე. ეს არის ჩვენთვის მთავარი საკითხი ახლა. ხო და მისაღებში, მოქალაქეთა მისაღებში ადამიანები თავისუფლად შედიან. ეს არის საჯარო ადგილი, მათ შეუძლიათ თავისუფლად მივიდნენ და მიიღონ ინფორმაცია. და ორი ბავშვი ყავს მოყვანილი, რომ ამ ბავშვებთან ერთად მივიდეთ და ინფორმაცია მივიღოთ, ხო? ბავშვები არ შეგვაყვანიეს მისაღებში. ეს ეტრიანი ბავშვები მისაღებში არ შეგვაყვანიეს. რაც არ ჩდება არც წესში, არც კანონში და არც ადამიანობაში. ასეთ ვითარებაში ვართ. ეხლა შევიდა რამდენიმე მშობელი. თუმცა აი ბავშვები ისევ გარეთ იყინებიან და შინით ვერ შეყავს. და ესეთი ვითარება არის სახე. კობახი დღეს ჯერ თუ გაქვთ მოლოდინი, რომ დღეს შეიძლება შეგხვდეთ, ან საერთოდ თუ შეიძლება რომ შეგხვდეთ და უფრო გრძელვადიან პერიოდში კითხვა იმის შესახებ გადაწყვეტს თუ არა თქვენი აზრით საკითხს კობახიძე. მე მგონია რომ კობახიძის გრაფიკი არ შეიძლება დადვირთული იყოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თემით, რაც არის 100 ბავშვის სიცოცხლე. არც ერთი საკითხი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, როგორც 100 ბავშვის სიცოცხლე და ის რომ მე არ ცალია და დრო არ მაქვს, ეს არ არის არანაირი არგუმენტი. ამიტომ ჩვენ პირდაპირ მოვედით და ვითხოვთ შეხვედრას და თუ დღეს არ მოხერხდება, მაშინ თარიღი უნდა გვითხრან და დრო უნდა გვითხრან, როდის მოხდება ეს შეხვედრა. კი ბატონო, დიდი მადლობა კახაცი ქარიშვილს უსმენდით თქვენ, რომელიც არის ერთ-ერთი მშობელი დიუშენის გენეტიკური დისტროფიის მქონე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ის არის ერთ-ერთი აქტიური მშობელი, რომელიც ცდილობს კომუნიკაციას სახელმწიფო უწყებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ბავშვებს, როგორც უკვე გითხარით, 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული საქართველოში ამ დაავადების მქონე ამ ბავშვებს ქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა, თერაპიები და მკურნალობა სახელმწიფოსგან, რომლებიც და ეს ყველაფერი ჩდება ძალიან ძვირი, რომელთა საშუალება მშობლებს არ აქვთ. კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ეს მშობლები საუბრობენ, გამარჯობა, შეიძლება პირდაპირ ეთერში ვართ გაზეთის პირდაპირ ეთერში რომ გითხოთ, კარგით, მადლობა ბოდიში. მე მოგიყვებით ერთ-ერთი მშობელი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ნეტგაზეთი ესაუბრა, ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფოსგან ასე ვთქვათ, ვერ იღებენ კონკრეტულ პასუხს მკურნალობასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია კომუნიკაციის ფორმები, რომლებიც ასე ვთქვათ, კომუნიკაციის ფორმები, როგორც ესაუბრება ჯერ ჯანდაცვის სამინისტრო და ეხლა უკვე პრინციპში მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამ ადამიანებს, ანუ მათთვის გაუგებობა ბარიერია, რა დიახ, დავასრულებ, როგორც მშობლები ამბობენ, მათთვის მიუღებელია, მათ შორის კომუნიკაციის ფორმები და ანუ მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, კაბინეტში, მიხეილ სარჯოლაძის კაბინეტში, რომელიც არის ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი, არაერთხელ გაიმართა და აი შეიძლება იყოს ვისაუბროთ. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ასე ვთქვათ, იმ არგუმენტებზე, რომლებიც ორივე მხარეს აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილება ამ ადამიანებს აქვთ, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებასთან, სახელმწიფოს მიერ მათი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. როგორც უკვე გითხარით, ახლა შესულია ფოიეში არის შესული 2 თუ 3 მშობელი. და ისინი ცდილობენ გაარკვიონ შედგება თუ არა შეხვედრა დღეს მათი კობახიძესთან, ან თუ დღეს არა, სხვა დროს შედგება თუ არა და როდის იქნება ეს შეხვედრა. მე ხოდა გემშვიდობებით და როცა გავიგებთ ამბავს, რა ამბავს გამოიტანენ ეს მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან, ფოიედან, სადაც შესასვლელიდან, ასე ვთქვათ, მოქალაქეთა მისაღების სივრციდან, სადაც ყველა არ შეგუშვეს, აუცილებლად დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.